ქალაქის იერსახის დაზიანებისთვის ჯარიმა 50 ლარიდან 1000 ლარამდე იზრდება. პასუხისმგებლობა მკაცრდება სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხებაზე, რაზეც ამჟამად მხოლოდ 1000 ლარიანი ჯარიმაა. ასევე, შეკრებებისა და მანიფესტაციების ნორმების დარღვევისთვის ჯარიმა 500 ლარიდან 5000 ლარამდე იზრდება, ხოლო ორგანიზატორების შემთხვევაში 5000 ლარიდან 15000 ლარამდე. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს უნიფორმის უკანონოდ ტარებაზე 2000 ლარიანი ჯარიმა წესდება. თუ კი ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში სატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვა ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა ამჟამად 1000 ლარიან ჯარიმას იწვევს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის პროექტის გადამუშავებული ვარიანტის თანახმად, სამართალდამრღვევი პირი გარდა იმისა, რომ 1000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება, 1 წლის ვადით მართვის უფლებაც შეუჩერდება. თუ არა სრულწლოვანი სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილება, ამიერიდან სასამართლოს მშობლის დაჯარიმებაც შეეძლება. ეს არის ერთ-ერთი სიახლე, რასაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს. მშობელი ან არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენელი 100-დან 300 ლარამდე დაჯარიმდება.